ამ სურათს დაინახავთ თუ ახალციხის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული კომპლექსიდან, ახალციხის რაბათის ციხიდან გადმოიხედავთ. ტერიტორია დაჭაობებულია, დაბინძურებული წყალი ხევში ჩაედინება, ხოლო საკანალიზაციო ნარჩენების საბოლოო დანიშნულება მდინარე ფოცხოვია. ღია საკანალიზაციო არხის მიმდებარედ დაახლოებით 10 ოჯახი ცხოვრობს. მათგან საკანალიზაციო მილთან ყველაზე ახლოს მცხოვრები დაახლოებით 15-20 მეტრშია. ამბობენ, რომ მომრავლდა ქვეწარმავლები და მწერები, აწუხებთ უსიამოვნო სუნი, რომელიც ამ ტერიტორიიდან ვრცელდება. ჩვენი რედაქცია ამ პრობლემის შესახებ 2021 წლიდან მუშაობს. თითქმის 5 წლის განმავლობაში პასუხისმგებელი უწყებებიდან ასეთი კომენტარები კეთდებოდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 4 დღიანი ლოდინის შემდეგ მხოლოდ იმას გვეუბნევიან, რომ რაბათის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელი მათი არაა და დამატებითი დეტალებისთვის მუნიციპალიტეტის მერიასთან გადაგვამისამართეს. დაუკავშირდით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასაც, მათგან ინფორმაციის მიღებას პარასკევის შემდეგ ველოდებით. თემაზე მუშაობის დროს ვერ გავარკვიეთ ჩაუტარდა თუ არა და როდის რაიმე სახის რეაბილიტაცია მილს, ან დაიგეგმება თუ არა ტერიტორიის ნორმებში მოყვანა. ინფორმაციის მისაღებად ახალციხის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. ვის ევალება პრობლემის მოგვარება და რატომ არ გვარდება? თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში დაწესებული პრაქტიკა წყალმომარაგებასთან და წყალარენებასთან დაკავშირებით არასწორია. თუ ახლა მუნიციპალიტეტებში უბნებისა და სოფლების ნაწილს წყალმომარაგების კომპანია, ხოლო ნაწილს მერია ემსახურება, საჭიროა ეს პრაქტიკა შეიცვალოს, სრულად მუნიციპალიტეტს გადაეცეს და წყალმომარაგების კომპანიას აღარ დაექვემდებაროს. თუ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არის მთელ ქალაქში შესული და არ არის ის უბან შესული, რომ იმ უბანში სადაც მაგალითად გამართულია როგორც წყალმომარაგების ისე წყალარენების სისტემა, იქ მე ოპერირებ და სადაც არ არის გამართული იქ მუნიციპალიტეტი, ასე უბრალოდ ვერ იქნება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოპერირებს მუნიციპალიტეტებ ადმინისტრაციულ ცენტრებში და მათზე მიბმულ სოფლებში, იმ ტერიტორიებზე, საიდანაც გადასახადის ამოღება შესაძლებელია. მუნიციპალიტეტები ოპერირებენ იმ სოფლებში, რომლებშიც მოსახლეობა ნაკლებია, გამრიცხველიანებული არ არის და შესაბამისად იქიდან არანაირი შემოსავალი მუნიციპალიტეტს არ აქვს, პირიქით მუდმივი ხარჯი აქვს და ეს სამსახურები მუნიციპალურ თანხებს ხარჯავენ იმისთვის, რომ მინიმალურად მაინც მოახერხონ იქ რაღაცის გაკეთება, მინიმალური შეკეთება მილების და სათავე ნაგებობების და ასე შემდეგ და როგორ კეთდება ესეც კარგად ვიცით, ხო? ამიტომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილება, მაშინ მთლიანად უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტს თავისი ადმინისტრაციული ცენტრი ან დიდ სოფლებიანად იმისთვის, რომ მან მართლაც მოახერხოს ოპერირება და ეს არ იყოს დოტაციური მომსახურება, იმიტომ რომ ყველა სერვისი არის ფასიანი. შეუძლებელია სერვისი მიიღოს მოსახლეობამ და მასში არ გადაიხადოს ხო გარკვეული თანხა. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, წყალსადენებისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული, ხოლო აიბ ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარენებისთვის 900.000-მდე ლარი.